მოგესალმებით, დაუბრუნდი ახალი ვიდეოთი და დღეს ვნახოთ Breaking Bad მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მეოთხე სერია სათაურად Down. მეგონა მარტივი სათაური იყო და არ დამოვიწყებოდა, მაგრამ Down. ესე იგი რაღაცა უნდა მოხდეს, რაც დაბლა დაგვწევს, არ ვიცი Down რატო წერია. ან Down შეიძლება იმ პონჩი რომ გავაჩეროთ, ანუ გააჩეროთ ბოლტმა და ჯესიმ თავიანთი იმების კრისტალების წარმოება დროებით, იმიტომ რომ როგორც წინა სერიაში აღნიშნე და ალბათ ბოლტმაც თუ ჯესიმაც ეგ იფიქრა, ტუკო და არ გვყავს ადამიანი, ვისაც მივყიდით კრისტალს. ამიტომ ნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია. ოჯახში აშკარად ჩანს, რომ სკაი და ვოლტ-უმცროსი არენდობიან ვოლტს, მაგრამ რავი, არ მგონია, რომ არ ვიცი, გაგები თუ ეჭვილი გაიგებენ რას და როგორ აკეთებენ ვოლტი და ჯესი, მაგრამ როდის, როგორ რა პირობებში, აი ეგ არის საკითხავი და სწორედ ეგ მაინტერესებს ამ წუთას ყველაზე მეტად. ზოგადად ბევრი რამეა, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. უბრალოდ ყველაზე მეტად რა, ზოგადად ბევრი რამეა, რაც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ პირველივე სერიიდან მოყოლებული დიდ აქცენტს ვაკეთებთ ვოლტის ოჯახზე. ბევრად უფრო დიდს ვიდრე ჯესის ოჯახზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯესიც ფაქტობრივად მეორე მთავარი გმირია. მაგრამ ხო, შეგვიძლია ახლა შევუდგეთ ყურებას. მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მეოთხე სერია 3-2-1 დავიწყეთ. რო არ გაჩვენო, მას OBS ჩართულია. გახმოვანებულია აჭარა ნეტვორკი. ძალიან ხშირად ვნახულობ ჩართულია თუ არა. რა ჩანდება ამჯერს? ისევ ასეთი დასაწყისი. და კიდე ეს რა უბედურებაა ეს დამწვარი. რა არის ვაფშე? დათვია. დათვია? ნუ სათამაშოა. სათამაშო დათვი კითხვის ნიშანი. განსარევი პირდაპირ. რაც ტიპი კოსტუმში. რა ჩანდება? რაღაც აფეთქდა? სამხილოს დამწვარი მაგიტომ არის? იმეს სახლი აფეთქდა? ვოლტის სახლი აფეთქდა? რა უბედურება? წამეთ და გამოვცით. ვიდით. კაპიტანო ამერიკა. კაპიტანო ამერიკა. რა ხდება ძმაო? გამარჯობა. ეს სისულელეა. უკეთესი იდეა გაქვს? კარგი მშვენიერია, უკვე სულ ერთია. ანუ როდის? ახლა არა. სანამ ყველაფერი არ დაალაგდება, ვერ მოვამზადეთ. დაალაგდება, შენ არ თქვი არაფერი შეიცვლებაო. ჩემი ოჯახი ისეთ ამბავში გავხვიე, მხოლოდ ახლა იწყებენ ჩემ დაჯერებას. არ შემიძლია. ეს ძალიან ძვირია. მისმინე.
სახლის დატოვება 20 წუთითაც არ შემიძლია, ისე რომ ჩემაც სოლმა არ იწუწუნოს. დრო მჭირდება რომ წინა ღობები მოვიცილო. სანამ წინა ღობებს იშორებ, მე რა ვაკეთებ? შენმა ქვისლო მთელი ჩემი ფული წაიღო. კი. აუ, დაუბრუნე. $600 აქ. დანარჩენი? რომელი დანარჩენი? რომელი დანარჩენი? ნახევარი ხომ ჩემია. ხომ იცი 50-50-ზე. ესაა ჩვენი ბიზნესი. გინდა რომ მე ვიზრუნო შენს უსახსრობაზე, ტუკოსთან მუშაობა შენ გინდოდა. ასე რომ არ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა. ეს სიმართლეა. ტუკოსთან მუშაობა ბულტს უნდოდა. დამშვიდი. ამაზე მოგვიანებით დაველაპარაკეთ, კარგი? მანამდე არანაირი კონტაქტი გაიგე? სად მიდიხარ? ჯერ მე გავალ. Walt? სამზარეულოში ვარ. ნუ ეტყობა რომ უფრო ნერვიულობს. ვიდრე ადრე. ადრე გავიდო და ნახავდა სად იყო. განაცხავდა აკრაგინდაო. არ ვიცოდი გასკურასთან მისვლის ნება თუ დაგრთეს. ძალიან სასაცილოა. მიდი დაჯექი. წვენი მაგიდაზეა. რა? დილა მშვიდობისა დედა. მამა საუზმეს ამზადებს. ნუ ნერვიულობ. ჭურჭელსაც დავრეცხავ. კარგია. წამომყევით. ფორთოხლის და გრეიპფრუტის წვენიც ვიყიდე, რომელიც როგორც იცი, არასოდეს არ მყარებია, მაგრამ ჩავთვალე რომ პოლიფენოლი და ალბულომიოდი მინდოდა. და არ მაწყენდა. Walt. არ იყო ეს აუცილებელი. მე მინდოდა. გრეიპფრუტი გინდა? დიახ თუ შეიძლება, მადლობა. ინებე, ძვირფასო. ფორთოხელს დავლებ, მადლობა. მიირთვით, მაჭკატები გაცივდება. კარგი, ერთს ავიღებ. სტილიდენი? არა. კი, ახლანდელი მუსიკის ფონზე. ის შემიძლია ნებისმიერ ჯგუფზე მაღლა დავაყენო. შენ ახლანდელი ჯგუფები? ეგ სხვა საკითხია. კარგი დღეს გისურვებ. თქვენც? ბოს კექსი. ნეტა ვინ არიან? მადლობა საუზმისთვის. ლუის უთხარი ფრთხილად ატაროს. კარგი. ჩვენმა შვილმა არ იცის ბოს კექსი ვინაა. კარგი მშობლები ვართ არა? კარგი რა, მეძლებს ვიცი ბოსკესი ვინაა. შეჩერდი? შენი თებში მომეცი. თვითონ. ეი, ბისმინე. გაზეთში წავიკითხე რომ უნივერსიტეტში მთელი კვირა იქნება მწერლების სემინარი. ალბათ ისაუბრებენ როგორ უნდა გამოსცე ესა თუ ის ნაწარმოები. მართლა? ვიფიქრე, ხომ არ წახვიდოდი. თუ გინდა შენთან ერთად წამოვალ. და კიდევ იმ ღამეს რომ მითხარი მეორე მობილურ ტელეფონზე. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი რომ შენ რაც გაიგონე ზარი კი არა. მაღვიძარა იყო. ხო, მას წამლის მისაღებად ვიყენებ ხოლმე. მახსენებს წამლის მიღების დრო როდის არის. კაი მისეს. და ყველაზე უცნაური ის არის რომ მაღვიძარას ზარი და შემოსული ზარი თითქმის ერთნაირია.
რაც წარმოებლების დიდი ფიქრობ დიდი შეცდომაა. ფიქრობ ის გაიგე. ფიქრობ ის გაიგე. ვეცადე რომ სხვა მელოდია დამეყენებინა, მაგრამ ჩემს ტელეფონში ისეთი რთული მენიუა, რომ კარგია რომ დავკარგე, ალბათ უკვე ახალი მოდელი გამოვიდა. ეჭირებს? იცი თუ უნივერსიტეტში წავალთ სემინარიაზე, იქნებ უკან დაბრუნებისას გავჩერდეთ და ახალი მობილური ვიყიდო. Skyler. წავიდა? Skyler. რა? ტელეფონის დატოვა. რა ხდება? მზად ხართ? რისთვის იქნებ მითხრათ? აუ. რა? ისევ დაიწყო. ახლა სასამართლოს ჯესი ბრიუბიკმენი. მე მექსიკოს კონსტიტუციის თანახმად თქვენ იძულებული ხართ დატოვოთ ქვემოთ აღნიშნული შენობა 9809 მარგოს ქუჩა, ალბურკერი 8704. უკაცრავად რა? ჩემი სახლიდან მაგდებთ? მან ის მე დამიტოვა. მას ის არ მოუწია შენთვის, ჯესი. უფლება გქონდა უბრალოდ გეცხოვრა იქ. ამ სახლის მფლობელები ყოველთვის შენი მშობლები იყვნენ. ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, სახლს გავყიდი და თანხას შუაზე გავიღობთ. ეს შეთანხმება იყო, რა ჯანდაბა მოხდა, ის მოხდა რომ შენ მეთანოლს ამზადებ. რა? ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებიდან აგენტი მოვიდა, რომელიც შენ გეძებდა ჯესი, პირდაპირ სახლში მოვიდა. კი. კარგი. იმიტომ რომ მასთან თანამშრომლობ და თქვენთვის კი იმიტომ არ მithქვამს რომ ამიკრძალეს. მე შენი სარდაფი ვნახე. მე განვიცდიდი და შენთან სახლში მივედი. შენი ლაბორატორია ვიპოვე. ასეც ვერ აქვს. უკვე საქმე. თქვენ რა საკუთარი გასაღები გაქვთ? ნუ, ეკნებათ. კი. კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული ნივთიერების წარმოება მეორე ხარისხის სირთულის დანაშაულია. ფედერალური კანონის თანახმად ქონების სრულიად კონფისკაციას ითვალისწინებს. იქ ხომ აღარაფერი აღარაა, ყველაფერი გადავყარე. ჩვენ არ შეგვიძლია შენი ცხოვრების გაუბედურება. მაგრამ ჩვენი ცხოვრების მოწამვლის საშუალებას ვერ მოგცემთ. გთხოვთ დატოვოთ სახლი 72 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენმა მშობლებმა უფლება მომცეს საჭირო სტრუქტურებს მიმართო. გასაგებია რაიმე კითხვები გააქვთ? ვაუ. 3 დღე მისტერ პიკმენ. წავედით. დენერის ნერვიულობს მაინც, ამალის სუკიდია. სანამ წავიდეს ახლა. მაგარს გამოშტერდები. ვოლტთან მივიდეს. ჯესი. გამარჯობა.
ავტოფარეხის კარი შევაკეთე. შვენიერია. ერთი მხარე გაღუნული იყო და ხმაურობდა. კარგია. სად იყავი დღეს? გარეთ? ყველაფერი მშვენივრადაა? კი. ყველაფერი მშვენივრადაა. არ ვიცი, რაღაც ის თქმა უნდა აშკარად, მაგრამ რა თქმა უნდა ვიფიქრე, იქნებ კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერ შეკრებებზე ისევ დამეწყო სიარული. ვფიქრობ, კარგი იქნება. კარგი იყავი. ხანდახან ყველაფრის თქმა კარგია. ყოჩა. მაგას ვამბობ რა, არ სჭირეთ და რაც მეც სიტყვება, მით უფრო იბუჯებს საქმეს. აი ჯესიმ რაკნეს ვაიმე. ჯესი. 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 ტელეფონს რატომ არ პასუხობ? დაკავებული ვიყავი. შენ როგორ ხარ? შენ მეორე გასაღები გაქვს. მისმინე. ბევრი ვიფიქრე ჩვენ საუბარზე და შვენივრად მესმის მამასი, რატომ უნდა ჩემი სახლიდან გაგდება. ეს მხოლოდ მამაშენს არ გადაუწყვეტია ჯესი. ვიცი. იმ საუბრით თვალი ამიხილეთ, იმიტომ გადავწყვიტე თქვენთან დალაპარაკება. სერიოზულად ვფიქრობ ბიზნეს სკოლაში სწავლაზე. ინტერნეტითაც შესაძლებელია. არა დედა, ეს ძალიან კარგია. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ. დიალოგი გვაქვს. საუბრის დრო გავიდა ჯესი. ეი, აბა სამი დღეო. რა ხდება? მეგონა ეს თვალის ახლა იყო. ამ ყველაფერს საწყობში დავაწყობთ. როდესაც გაიზრდები, შეგიძლია უკან მიიღო. შენ რატომ არ იზრდები დედა? ჯინის არ გჭირდებოდი. მე ერთადერთი ვიყავი, ვინც მას უვლიდა. მე ის საავადმყოფოში დავყავდა და ლანჩს უმზადებდი ყოველ დღე. შენ არ უკეთებდი ლანჩს ყოველ დღე. შენ რა გააკეთე? ის აქ იწვა, კვდებოდა და შენ სად იყავი? ახლა აპირებ რომ შენი უფროსი შვილი უსახლკაროდ დატოვო. შვენიერი ოჯახია დედა. რატომ ხარ ასეთი? რატომ? ჯინის ნეტავისი ამბობს. შეიძლება გაგონილი მაქვს, მაგრამ სახლის ორი გასაღები გაქვს და ფარეხის. როცა წახვალ სამზარეულოში დატოვე. არა დედა. სად უნდა წავიდე? არ ვიცი ძვირფასო. მაგრამ გთხოვ. შეცვალე შენი ცხოვრება. ეს ძალიან დამეხმარება. ნუ ძაღლიშვილი. ვაუ. ღმერთო. არა, ჯეს ნაწილობრივ მართალია ახლა. რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა არ არის სწორი, მაგრამ არც ეგ არის სწორი, რაც მშობლებმა ქნეს. გამარჯობა მისტერ ვაით. აი ეს სხვა საქმეა, გარედან დაძახება კი არა, შემოსვლა და მოსალმება. ომლეტი გვაქვს. გინდა ომლეტი? არა მადლობა. ნიუ-მექსიკოს შობის სტილში მწვანე და წითელი წიწაკით. არა მადლობა, მე და ფლინი უნდა წავიდეთ. ფლინი ვინაა? ის თქვენი? ფლინი? ანუ არაფერი.
მზად ხარ? მიდი. კი. ნახვამდის მისტერ ვაით. პლინი. საინტერესოა. პლინი? იცოდი შვილის ზედმეტ სახელის შესახებ? აჰა. ნუ ფლინს არა კარგი. უშავს ახლა. პლინი. ძმა, ჰაიზენბერგია შენი ზედმეტ სახელი და უბრალოდ ეს ჭიჭკინებ რა. ვოლტერ ჯუნიორი არ მოსწონს? ნუ იდარდებ. რაღაც განსხვავებული უნდა. ფიქრობ ლუისს უთხრა ჩემ შესახებ? ნუ ჰაიზენბერგი უკვე მეხსიერების ისე რა დაკარგვაზე. თქმა უნდა ვიდრე ლუისი მისი მეგობარია უოლტ. ნავი. შენმა გაუჩინარება მისიც დაამწუხრა. ომლეტი გავაკეთე. სასერნად მივდივარ, მაგრამ მაინც მადლობა. და სად მიდიხარ? ტელეფონს ხომ არ უპასუხებდი? კი? რა პრობლემაა? ვაითი გისმენთ? იო, საუბარი შეგიძლია? არანაირი კონტაქტი. რომელი ნაწილი ვერ გაიგე? პრობლემაა. არ მაინტერესებს ჩვენ შევთანხმდით და ვერანაირი რაოდენობის უფასო არხებით ვერ მიგვიტყუებთ. ძვირფასო ყოფნის ხომ არხები? კი, საკმარისია. კარგად გამოცვლა. სკაილერ, სად მიდიხარ? შეგიძლია ბოლოს და ბოლოს მითხრა. სასერნად, ალბათ შენთან არიან უოლტ. რამდენიმე საათში დავუბრუნდები. სკაილერ. ნაწენია. რა? გავიგე რომ არ უნდა დავრეკო, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვარ, ფული მჭირდება. ხომ მოგეცი $600? იო, დიდი მადლობა, მაგრამ ეგ მანამდე იყო სანამ სახლიდან გამომაგდებდნენ. კი. მთელი ფული მარიხუანაში დახარჯე? რა, არა? მისმინე ჯესი. შენი პრობლემები, ეს შენი პრობლემებია. არანაირი კონტაქტი. აღარასოდეს დარეკო. როდესაც საჭირო დრო იქნება, მე თვითონ დაგირეკავ. მისტერ ვაით არ მისმენ. ჩემი სახლიდან გაგდება უნდათ. კიდე რა იყოს ახლა? ჯენთა პა ერთო ორივე ერთდროულად როგორ გაგიჟდა? ზაღლიშვილო. რა, დიდი მადლობა, ტელეფონის მეგობარო. დაცალეს. ეი, რაღაც დაგჭა. ყინულის ფორმები დაგჭა. ხმერთ. გამოგადგება ყინულის ფორმები. რაღაც კიდევაა, წაიღე, მოდი. საცუდავი. მართლა სადღა უნდა წავიდეს ახლა? სახლი არ აქვს, მშობლები არ შეუშვებენ. ვოლტთან რომ მივიდეს, მე მგონი ბიას სიკვდილებს. Jesse. ბავშვისა. მოიცადე მეგობარო? ჩვენი ჯგუფი ისე უნდა შეიკრიბოს. სერიოზულად. ხო, მაგრად ვღეროდი. მადლობა კიდევ ერთხელ. დაჟე ჯგუფი. წერების გამანადგურებლებს ვთხოვე მაშინვე დაერეკათ, როგორც კი მორჩებიან. მაქსიმუმ 2 ღამე დაჭირდებათ. ისევ დეიდა შენის სახლში ხარ, მორგოს ქუჩაზე. გადასვლას ფიქრობ, სავარაუდოდ ნოფილზე. მაგარია ჯესი ზღაპარში ცხოვრობს. კარგი მეგობარო, მისმინე. ცხელია? არა, ჩვენ ხო შევთანხმდით. გახსოვს? მისმინე კიდევ ყველაფერთან წვები, რაც მოძრაობს. მითხარი? არ ვარ შურიანი. არ მოგატყუებ, სექსუალური ცხოვრება უკან მიდის. ვერ გიტან. აი რატომ გჭირდება ჯგუფის განახლება ხდები? თორემ სახლში ჩაჯექი. მაგარი იქნება არა? მიდი შეხედე ყველაფერი მოვაჭერი, რაც არ გიყვარს. უბრალოდ შეჭამეთ, ხო? უნდა გავაკეთოთ ჩივოს და ენტონის დაუძახოთ და რაიმე ჩავწეროთ. სცენაზე დავბრუნდეთ. მაპატიე მეგობარო, ერთი წუთით მაცადე, კარგი?
კარგი მისმინე, მოდი ჯერ სენდვიჩი ოკვიჩე და შემდეგ დედა დაბრუნდა. გამარჯობა. გამარჯობა, ჯესი პიკმენი გახსოვს? მის სახლში ხოჭოების შემოსევაა და რამოდენიმე ღამის გათევა მთხოვა. შეგიძლია ეს საჭიროებას შეაიტანო? გასაგებია. რა თქმა უნდა. გასაგებია. გავშვი. მეც არ მიყვარდა სტაფილო. არც მე Hey, არ მე. ვიგატყუებთ. ფიქრობ ვიღაცას ძილის დროა. წავედით. მეგობარო, ალბათ მომკლავ. სულ დამავიწყდა რომ ამ შაბათ კვირას ნათესავები ჩამოდიან. სხვა შეგიძლია თხოვო? კი, რა თქმა უნდა, ნათესავები ხო? კარგ დღეში ხარ პი. ხო აბა? მოაჭრედი ხლა. რა თქმა უნდა არ უნდა. შევხვდებით. კარგი იყო შენი ნახვა. მისმინე 3-4 ღამე რომ გავათიო შეიძლება? ბეჯერს უკვე დავურეკე, ყველას დავურეკე. კარგი, ყველაფერი გასაგებია, კარგი. კარგი. ამაზე რა სიტყვი? იქნებ მხოლოდ დღეს დავრჩე. არა. ჯანდაბა ჯესი ყველა ტელეფონს ნუ ამტვრევთ. დაიცადე. არა, შენ ოღონდეს არა. ვიღაცამ შენი ველოსიპედი წაიღო. საშინელება. აუ, კაი რა. გადაცვლება. ფობეს. Ocha, dai. ჩაილეცება კიდეც. ველოდებოდი. შენდაბა. აუ, ჩაკლაპა კიდეც.
ჩესი ცოტა. მერტო იმენა ყველაფერი ერთ სერიაში როგორ წაართვეს ყველაფერი. Sky სადღაც მიდის. დილა მშვიდობისა. გამარჯობა. დედა საწავიდა. სასეირნოდ. საუზმე სადაა? არა. მოდი რამე გავაკეთოთ. მაგალითად? რამე მხიარული. კარგი მზად ხარ? სიჩქარე გადართე, ფეხი დააჭირე, კი. მოსე რა? ბაქაისტარებას ასწავლის? ხოჩა? ფრთხილად და თანაბრად. მე ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს. კარგია. ბაქაისტარების ხელები სწავლასთან. 10-ზე და 2-ზე. ძალიან კარგი, ნელა შეანელე სვლა და მარცხნივ მოუხვიე. კარგია. როზი დავებართება. ფრთხილად დაამოხრუჭე. მაპატიე. არა უშავს. კარგად აკეთებ. ეს დამოხრუჭება ძალიან აი ლუისი მეხმარებოდა. დღემდე ვერ ვისწავლე, ნელა დამოხრუჭება. კარგი. ანუ ცოტა ვისწავლე, მაგრამ არ დაგავიწყდეს. მაინც ვანგრევ კარგი ხოლმე. მშვიდები. ვიღაცის თავს. იცი რაც უნდა გააკეთო. მარცხნივ მოუხვიე. ფრთხილად და თანაბრად. მარჯვნივ. კარგია. ორივე ფეხს იყენებ? კი? არა, მოიცადე, არა. ეს არ უნდა გააკეთო. ორივე ფეხის გამოყენება არ შეიძლება. რატომ? იმიტომ რომ გაჩერდი. ნუ ხო. კარგი. ეგ თავიდან მასწავლეს. მამა, ასე უფრო ადვილია. ეს ადვილი გზაა და ის სწორი გასაგებია. მოდი კიდევ ცოტა მხოლოდ მარჯვენა ფეხით. კარგი. ახლა შეიძლება სწორმა გზამ. კარგი? სახი გადაეცოთ. კარგია. კარგია უბრალოდ მამა. ცადოთ კიდევ ერთხელ. კიდევ ერთხელ. კარგი. უბრალოდ უკეთესია ხედავ? ხედავ? უკეთესია. მაგრამ მე ასე არ შემიძლია, ჩემი ფეხები ასე სწრაფად არ მოძრაობს. შენი ფეხები წესრიგშია, უბრალოდ უნდა ივარჯიშო. არ იფიქრო, რომ არ გამოვა. ახლა შეიძლება არ გამოვა, მოხვევა რო უწევს ამ ხანის მოტრიალება იქნება და კარგი. მე მგონი ძალიან სწრაფად ვიდისახა. ცოტა ნელა, სულოდნა, აქ მოსახვევია, ამიტომ მოიმზადე დასამუხრუჭებლად. მერთო. მუხრუჭი? არ ჩერდება. გააჩერე. შეგრეს ვისოდი რაღაცას იზამდა. კარგია. კარგი. მადლობა რომ ასე ცნარი მასწავლებელი ყავს. დავიჯერეთ, ბევრიც მასწავლიდა ტარებას. ეგეთი მშვიდი არ იყო. მამა ჩემი არ მასწავლიდა. მამა ჩემისგან დუწახოთ. Ну просто волцко мама миссия ставилась, волтуцрос. Aha, ახლა შეიმჩნევს რომ მანქანაში ავიღაცა ეს
იგივე. ხელები მაღლა. ვახჩი. კარგი, შენდა გაინძევი და შინდა, თვის გაგიხრეთ. არა, გთხოვ, კარგი, ეს მე ვარ, ჯესი, კარგი. შეხედე, ეს ჩემი ფურგუნია, შენის წამოიყვანე, ჩემმა ძმამ გთხოვა, გახსოვს? აქ რას აკეთებ? განავლის სუნი აგდის. გრძელი ისტორიაა. მე შევაკეთე შენი ლაბორატორია ბორბლებზე. $750 შეკეთებისთვის. გაფუჭებული ტუალეტიც ამდენია. კიდევ $500, რომელიც ჩემი ვალი გაქვს და შეგიძლია სადაც გინდა, იქ წახვიდე. გავიგებ, მაგრამ მოვიტანოთ ამდენი. იცი რა ხდება დღეს ვერ გადაგიხდი. ამ კვირაში გადაგიხდი, კარგი? უბრალოდ უთხარი სახიდან გამომაგდესო. $1750 მოგცემ პროცენტით, კარგი? შენ ხომ სიტყვა მომეცი. მასე ამ წუთში ფული არ მაქვს, მაგრამ მალე მექნება. მოდი, ასე უკეთესია. მე შენ გაგაგდებ და ამ ყველაფერს გავყიდი. ყავს ერთი ნაცნობი, ვინც ამ ნაგავს იყიდის. კარგი, 2-ს მოგცემ. 2 დღე, 2000. ეს სამართლიანია, ოღონდ ჩემი ნივთები არ გადაყარო. კარგი? ეს ყველაფერი რაც მაქვს. გთხოვ. მართლა. ღმერთო, მართლა შესვენება მჭირდება. ქლოვინ. ქლოვინ, მიდი რა. არ გამართლა. გავაგრძელოთ, გათიშვა მომიწია 2 წამით, 3, 2, 1, go. ისეც 100 წუთში დამთავრდება უკვე სერია. და ჯესი აქედანაც გამოაგდეს. არ ვიცი, ბევრი ნაგავია, მეთილამინია, არ ვიცი როგორ ქვია. მეთალამინი. ვაუ, ევაკაკუნე და მგონის სავსეა. ჯესი. ახლა თუ აიღებს და ხობეს დაანგრევს და გაიქცევა. ჯანდაბა რამდენი? შემიგა ჯესი. ეი. ნუ, სიმართლე გითხრათ, აქ შენც მაგარი დამპალი იყავი. უბრალოდ 2 დღე მიგეცე და რა პრობლემაა? დიდი ალბათობით ჯესი ვერ გადავხდი და ამ 2 დღეშიც, მაგრამ მაინც ახლა შანსი უნდა მიგეცა. სკაილერ. ლუისმა ვოლტის სკოლაში წაიყვანა. ვიფიქრე იქნება კარგი დროა საუბრისთვის. უბრალოდ უთხრას, მე შენი არ მჯერა და არა, ვოლტი რა სიტყვის მე მაგაზეც. და მე სიზმრა რომ ველოსიპედების სახელოსნო მქონდა ირლანდიაში. რა? უცნაურია. უცნაურია. ბოდიში მინდოდა მომეხადა ყველაფრისათვის. იმისთვის რომ მარტო ყოფნა მინდოდა. ემოციურობისთვის. კი ოჯახიდან გაქცევის მიზეზი არაა. კარგი თანამეგზური აღარ ვარ შენთვის. და ამისთვის მინდა ბოდიში მოგიხადო. მიყვარხარ.
და ეს ოჯახი მიყვარს. მე უბრალოდ მინდა დავწმუნდე, რომ ჩვენ ერთმანეთთან კავშირს არ გვარგავთ. მადლობა. ეგრე რა. ამათ შენო სკაილერმაც უნდა გაუგოს, იმიტომ რომ მაინც კიბო ისეთი რაღაცა არის ახლა რომ სულ ესაა? რა? ღმერთო, რამდენ ხანს აპირებ ასე? როგორ? ასე. არ მელაპარაკები. მთელი დღე გარეთ ხარ და არ მეუბნები სად ხარ. რაღაცაზე გაბრაზებული ხარ. ვისაუბროთ ამაზე. თავს ისე უგრძნობ, თითქოს იმიტომ ხარ გაბრაზებული, რომ რაღაცას ვაპირებ. აზე არ ვარ, სკაილერ. გონია საყვარელი მყავს და იმიტომ მკითხე მეორე ტელეფონზე. გონია რომ გღალატობ. არ ვიცი. კარგი. ნუ ხო და მკითხე. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა ახლა. რატომ? ასეთ რამეს ვფიქრობ, შეიძლება. კი, რა თქმა უნდა კი. არა, არ მყავს, ნუ არანაირი. პირდაპირ იმას ხო არ იქნებოდა ნორმალური, ფიქრებდა ნორმალური ადამიანი რომ და რა ნარკოტიკებს გავაკეთო რომ დამიჯერო? დავიფიცო? კარგი, გეფიცები საყვარელი არ მყავს. გავიგეოთ. შენ საყვარელი არ გყავს. გილოცავ. არა იცი რა, Skyler. შეგილოცავ სკაილერ. შვენიერია. ეს რა არის? რა უნდა გავაკეთო? მე ვცდილობ დაგელაპარაკო და შენ? კარგი, ილაპარაკე ვალთ. მოკეტე და სიმართლე თქვი. შენ იცი, რაც უნდა გააკეთო. სიმართლე უნდა თქვი. დღეს არანაირი ბოდიშები, არანაირი პატიებები, არანაირი სასოწარკვეთილი ოც საუზმეები. სიმართლე. არ გინდა რომ ჩემთან კავშირი დაკარგო ვალთ. You don't want to lose contact with me, Walt. Good. კარგი, Then tell me მაშინ მითხარი. now. ახლა. საინტერესო, ვოლტ თვითონ ეთქვის დავიჯერო. არა, არ ეთქვის. თუ ეთქვის. რა გითხრა? არ ეთქვის. სკაილერ. რა გინდა რომ გითხრა? არ ვიცი. არ დაგვიმთავრებია სკაილერ. შენ იცი მე რა გავაკეთე ოჯახისთვის? სკაილერის მესმის. ჩანტაკა რა? ჯესი. იო, მართლა ვწუხვარ, კარგი? რა გჭირს? ლურჯი რატომ ხარ? ღმერთო, მაპატიე, მოდი იქიდან დავიწყებ, რომ ჩემი მშობლები საცოდავი კლეპტომანი მანიაკები არიან. ესეთი სულელი ხარ? არა, მომხედე, ვიცი რომ ნუ, ჩემს თქვენ ორივე სახლთან მიწუძრაში მოხვედი ხართ და სიმართლე. გაჩერდი ამ მანქანით. გაგიჟდი? მართლა გეკითხები. არაფერი ვწუხვარ, უბრალოდ სკაილერს რომ დაენახე, მერე რა გეგმა გქონდა გენიოსო? არ ვიცი, იცი რატომ არ იცი? იმიტომ რომ არ ფიქრობ. აი ამიტომ. შენ არ ფიქრობ, არასოდეს იცოდი როგორ გეფიქრა. გითხარი რომ ვწუხვარ, მე მხოლოდ ფულის ნახევარი მჭირდება და წავალ. შენი ნახევარი. არ არის არანაირი ნახევარი. ის სულ ჩემია, ხვდები? რატომ უნდა გადავიხადო შენი შეცდომებისთვის? ვოლტ.
ესე ხომ სამართლიანი არაა, ჩვენ ხომ პარტნიორები ვართ 50-50-ზე. ხო. პარტნიორები რაში? ზუსტად რას აკეთებ? აი მე ვამზადებ, მზარეული ვარ, მაგრამ შენ უბრალოდ ნარკოტიკების მოყვარული ხარ. ზედმეტად უტვინო. ეს არ არის სიმართლე. იმისათვის რომ უბრალო ინსტრუქციებს მისდიო. ჯესი. ჯესი. ჯესი არ დაგავიწყოს რომ keyboards. საქმე შემოიყვანა. ეცადე არაფერს შეეხო. მისცემს როგორც იქნა. ეგრე რა, თავიდანვე ეგრე იქნა. ეგრე. საუზმე გინდა? ოღონდ ახას კაიმან გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. რა მოხდება ახლა? ფეხმძიმედ ხარ. სკაილერ, ფეხმძიმედ ხარ. არ ვიცი რა. ეს იყო მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მეოთხე სერია და რა საშინელი მძიმე სერია იყო. ჩემი მთავარ პერსონაჟებს რასაც ქვია სახი გააძრეს ამ სერიაში. პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ საკმარისად. ჯესის ძალიან უსამართლოდ მოიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიცი, კარგად უოლტი და ჯესი არ აკეთებენ კარგ საქმეს, მაგრამ არ ვიცი, ზოგადად ეს სიტუაცია არ მომწონს რა. მშობლების მხრიდანაც დედა მეგონა რაღაცას მიეხმარებოდა მაინც, მაგრამ არა, მამამის საერთოდ ფეხებზე გინია თავისი შვილი და
ხო, რაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. ძალკე ვოლტი და სკაილერი ჩხუბობენ. ვოლტმა, სცადა აეხსნა ყველაფერი სკაილერისთვის, მაგრამ აშკარად რომ არ დაუჭირეს. სიმართლე გითხრათ, გამეკვირდა რომ ამჯერად არ დაუჯერა. გრძნობს აშკარად როდის იტყუება და როდის არა. ეტყობა ვეღარ მოითმინა უკვე და დაანებათ წავიდა. მაგრამ მაინც ახლა ცოტა ეს ბოლოში სკაილერმა რომ სიგარეტის მოწევა და ის ხო არ მომეწოდა, პროსტაბლს ფეხცი მეთხარ, მე-7 თვეში მგონი. ხო, მე-7-ში წინა სერიაში თქვეს. და რავი. არ მგონია ეგ კარგი აზრი იყოს. მაგრამ მესმის ახლა სამივე პერსონაჟი დღეს ვოლტის, ჯესის და სკაილერიც ძალიან ისეთებია, არ ვიცი. მე მგონი მიაღწიეს უკვე სამივემ თავიანთ პიკს ემოციების შეკავებას მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიდან, მაგრამ მერე აღარ გამოუვიდათ. სკაილერს ახლა ნელ-ნელა ვიწყებს სკაილერების ჰეითერების გაგებას, რატომ ეს იწყებათ, მაგრამ ხახო, მოდით სიმართლეს შევხედოთ თვალებში, ვოლტი სკაილერს ატყუებს, საკმაოდ ცუდ მარტივად რო ვთქვათ, საქმეს აკეთებს, ზოგადად სიმართლეს არ ეუბნება, ვალავს თავის მეორე ცხოვრებას და სკაილერის ადგილას არ მგონია რომ სხვანაირად მოქცეულიყვნენ სხვები რა, მაგას ვამბობ, არ არის მთლად არასწორიც ამ შემთხვევაში. ვოლტის ახლა სიმართლეს ვერ ეტყვის. საფრთხეში იქნება და დარწმუნებული ვარ სიმართლე რო თქვას, სკაილერი გაგიჟდება, რამე ისიც გააკეთებს, შეიძლება თვითონ მივიდეს ნარკომოვაჭრებთან ვიღაცას და როგორც ჯესისთან მივიდა, ნარკოტიკები აღარ მიყიდო. მაგრამ ხო, ორივესი კარგად მესმის. ვოლტის პრობლემა ისაა, რომ თავიდან თვლიდა, რომ მარტივად მოვაგვარებ ამ საქმეს და ისევე მარტივად დავასრულებ, როგორც დავიწყე. მაგრამ არა, ვინ მოგცა მაგის ბედი. და ამის გამო მომწონს ეგ სერიალი, რომ ძალიან რეალისტურად არის ყველაფერი გადმოცემული და ჯესის ამბავიც ხო. აი, ჯესი რო სახლის გარეშე დარჩეს, სიმართლე გითხრათ, ეგ ნაწილობრივ ვოლტის ბრალიც არის, იმიტომ რომ მოლაპარაკებული იყვნენ ნახევარ თანხაზე, მაგრამ ვოლტმა განაწყვიტა ემოქმედა ისე, როგორც იმოქმედა და უსამართლოდ მოექცა ჯესის სიმართლე გითხრათ და ბოდიშით არ მეგონა თუ კიდე ერთხელ მოვიწევდა ამოჭრა, მაგრამ მოკლედ ვიტყვია, სამივე საკმაოდ სულ დღეშია და ჯესისთან ამ შემთხვევაში ჯესი ძირითადად მართალი იყო. კი, ვოლტი ბევრ საქმეს აკეთებდა და შეთანხმებულები იყვნენ, რომ ვოლტი მოხარშავდა და ჯესი წავიდოდა მოვაჭრეებთან, მაგრამ საბოლოოდ მანდაც ვოლტთან ერთად მოუწია სიარული, ამიტომ ხო, მაგრამ მაინც პირობა იყო, ვოლტი უსამართლოდ მოიქცა და ახლა იმედია თავს დამნაშავედ გრძნობს. ხო, ასეთი სერია იყო, აი, ძალიან ნერვები მეშლება ბოლო წამებში, რომ იწევს ამოჭრა, მაგრამ რა ვქნათ. მოგემშვიდობებით, იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხი ლайკი. მე შემდეგი სერია ძალიან მაინტერესებს და იმედია მალე ვნახავთ. მადლობა ყველას. გნახავთ შემდეგ ვიდეოში, კარგად ბრძანდებოდეთ.